ახალი თვის 28 რიცხვში იძულებით ადგილნაცვალ პირებს სახელმწიფოსგან 45 ლარიანი შემწეობა ერიცხებათ. თუმცა არის გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც 45 ლარიანი ეგრეთ წოდებული დახმარების ჩარიცხვა აღარ ხდება. დღეს მოგიყვებით რა შემთხვევაში შეიძლება შეგიწყდეთ შემწეობა. 45 ლარიან შემწეობას არ აიღებენ ის დევნილები, რომელთა ყოველთვიური დასაბეგრის შემოსავალი თვეში შეადგენს 1250 ლარს ან მეტს. მაგალითად, თუ ამ თვეში თქვენი ხელზე ასაღები თანხა 1000 ლარი ან მეტია, მაშინ თქვენ 45 ლარიანი დახმარება აღარ დაგერიცხებათ. თუმცა თუ მომდევნო თვეში თქვენი შემოსავალი 1000 ლარს არ მიაღწევს, 45 ლარიანი დახმარება ავტომატურად აღდგება, ყოველგვარი საბუთების წარდგენის გარეშე. 45 ლარიანი დახმარება არ დაგერიცხებათ, თუ თქვენ დევნილის სტატუსის მოსაპოვებლად საჭირო საბუთების ისტორია დასადგენი. 45 ლარს ვერც ის არასრულწლოვანი დევნილები მიიღებენ, რომელთა კანონიერი წარმომადგენლის დადგენა ვერ ხერხდება. დევნილისთვის დევნილის სტატუსის შეჩერებაც ავტომატურად იწვევს 45 ლარიანი დახმარების შეჩერებას. დახმარებას ვერ მიიღებთ, თუ კი საზღვარს კვეთთ 3 თვეზე დიდი ხნით, თუმცა აქაც არის გამონაკლისი შემთხვევები. თუ თქვენ საზღვარგარეთ იმყოფებით სამსახურეობრივი მივლინებით, სწავლობთ ან გესაჭიროებათ სამედიცინო დახმარება, შესაბამისი დოკუმენტების წარდგენის შემთხვევაში თქვენ 45 ლარიანი დახმარება აღარ შეგიწყდებათ. ოღონდ გაითვალისწინეთ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი ინფორმაცია. წინასწარ უნდა მიაწოდოთ. 45 ლარიან დახმარებას ვერ იღებენ ვერც ის იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც იღებენ სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახებისთვის განკუთვნილ სოციალურ დახმარებას. და ბოლოს, თქვენ შეგიძლიათ თქვენივე ნებით არ აიღოთ 45 ლარიანი დახმარება, თუ შესაბამის უწყებას მიმართავთ, თხოვნით შეგიწყვიტოს სახელმწიფო შემწეობა.